და სანდრო ხოძე გვერდება დანოსებული თემით და სტუმრით სანდრო გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დავით მესხიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, რატო დილამშვიდობის დიდი მოგება რომ მიდეთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. საკმაოდ საინტერესო მე გავიცანე მთლიანობაში ასოციაციის მოთხოვნებს და პუნქტებს მთლიანობაში, თუმცა გამოვყოფდი ერთ-ერთს, რომელიც ბიზნესთან ერთად, არქიტექტორებთან ერთად და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებთან ერთად გავშალეთ და ეს არის ეგრეთ წოდებული ახალი გზა, რომლის დროსაც დაშვებული იყო შეცდომები. ეს მათი პათოსია მეტწილად, თუმცა ძირითადად მათი საუბარი ეხება იმას, რომ მდინარე ვერე იყო ჩასმული, ასე ვთქვათ, მილებში, რაც დაუშვებელია ყველანაირად ნებისმიერი არქიტექტურული ასპექტის გათვალისწინებით. მთლიანობაში რამდენად ამახვილებთ უშუალოდ აი ამ პუნქტზე ყურადღებას და შემდეგ უკვე მიმოვიხილოთ სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც შესაძლოა მაპროვოცირებელი ყოფილიყო იმ უბედურებისა, რაც რეალურად დედაქალაქში დატრიალდა. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხარებას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ ახალ გზასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ძალიან კონკრეტული განცხადება, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გახდა პოლიტიკური დებატების საგანი და პოლიტიკურად ძალიან ცუდია, იმიტომ რომ აქ რეალურად იკარგება ჭეშმარიტება რაშია. ვინაიდან ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისკენ გადახაროს ეს საკითხი და გახადოს მისთვის მომგებიანი. Სუსტად ამიტომ მოვითხოვეთ, რომ ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და სასურველი იქნება თუ ისინი იქნებიან მოწვეულები უცხოეთიდან და სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ განაცხადა, რასაც მივესალმებით, რომ დაიწეროს რეალური დასკვნა. აი მე აქ ვსვავ კითხვას, მილებში შეიძლება და თუ არა მისი მოქცევა, მილებში ის მოქცეული იყო კომუნისტების დროიდან და დაახლოებით 50-იანი წლებიდან ის კომუნისტების დროიდან ორი მანკიერი პრაქტიკა გვაქვს, როდესაც ორჯერ ადიდდა მდინარე ვერე და შესაბამის ტრაგედიაც გამოიწვია. მაშინ შესაბამის პერიოდში, ნუ ეხლა მე წლები ზუსტად აღარ მახსოვს, არც მოსწრაფი ვარ მაგ პერიოდს, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ თვალსაზრისით და შესაბამისად შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის პრევენცია, რომ თუნდაც გზის დაპროექტება მომხდარიყო, თქვათ შესაბამისი არქიტექტორებისა და კომპეტენტური პირების მოსაზრებების გათვალისწინებით და ასევე თქვათ ის შეცდომა, რასაც თქვენ მდინარის მილებში მოქცევა, ესეც გამოსწორებული ყოფილიყო. ჩვენ პრობლემა უფრო სხვა მიმართულებით გვაქვს და არის ჯობია რომ ალბათ გადავიდეთ, შემდგომ ისევ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, ვინაიდან აქ მოხდა ისეთი ტრაგედია, როგორც არის 1 მილიონი კუბომეტრი ეს მთელი მოცულობის ღვარცოფი მთლიანად შემოვარდა ქალაქში და ამიტომ ვერც მილი და ვერც დახურული და ვერც ღია სივრცე ამას ვერ გაუძლებდა ვერც ერთ შემთხვევაში და საერთოდ არ მისულა ახალ გზამდე რომ დატბორა სვანიძის ქუჩა და ის მიმდებარე ტერიტორიები. თქვენ წარმოიდგინეთ რომ იმ ადგილზე სადაც ახალი გზა არის ახლა გაყვანილი ცხოვრობდა 75 ოჯახი მეტი სანამ ახალი გზა გაკეთდებოდა და წარმოიდგინეთ რა მძიმე ეფექტი შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოყოლოდა ის ოჯახები რომ ისევ იქ ყოფილიყვნენ ამაზე სხვათა შორის არაფერი არ უთქვამს თუ არ ვცდები და პრობლემა რაში გვაქვს რომ 3 ივნისს მოხდა პირველი დატბორვა იგივე სვანიძის ქუჩაზე და 3 ივნისიდან ექსპერტები ამბობენ რომ ეს პროცესი უკვე იყო დაწყებული, ჩამოშლის პროცესი და 3 ივნისიდან 14 ივნისამდე არც ერთმა სახელმწიფო სამსახურმა არც სერიოზული შესწავლა განახორციელა და არც ერთი პრევენციული ღონისძიება და მას შემდეგ რაც ჩამოშლა მოხდა მთის სანამ დედაქალაქს შემოვარდებოდა ეს ღვარცოფი კიდევ იყო დაახლოებით 2 საათი დარჩენილი, ანუ ამ პროცესებს შორის, როცა დღეს ამბობენ, ალბათ აქცევთ ყურადღებას, რომ 3 წუთში, 4 წუთში დაიტბორა, 3-4 წუთში დაიტბორა უკვე იქ არსებული შემოსული, ასე ვთქვათ, მასით ეს ყველაფერი, მაგრამ გზა და იხერგებოდა ეს პერიოდულად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვითარდებოდა პროცესი და შემოვარდა. აი ჩვენი პირველი პრობლემა სად იწყება, როდესაც ნელ-ნელა ხდებოდა წყლის შემოდინება და ჯერ კიდევ იყო დრო სანამ ეს ღვარცოფი შემოვარდებოდა, რომ მოხერიყო ევაკუაცია. პირველ რიგში ევაკუაცია, მეორე მხრივ საპატრულო პოლიცია საერთოდ არ იყო იქ ადგილზე, რომელსაც შეეძლო უბრალოდ გადაეკეტა ახალი გზა და იქ არ მიეცა ავტომობილებისთვის პირდაპირ მდინარის შესვლის საშუალება. და ნუ ევაკუაცია ვთქვით, ეს გადაკეტვის თემა არის ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პლუს ამას თუმცა ძნელი იყო ალბათ დათო გასათვლელად ეს ყველაფერი თუ რა სახის მასშტაბებს შეიძენდა, თუნდაც აი ეს ფაქტი. არა, ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო ყავს იმიტომ და შესაბამისი ლაბორატორიები არსებობენ იმიტომ, რომ მოახდინონ შეტყობინება. გარემოს დაცვის სამინისტროს ესეც არც საგანგაშო და არც ნაკლებ საგანგაშო შეტყობინება მე მგონი არც გაუკეთებია, მით უმეტეს მათ უნდა შეესწავლათ 3 ივნისიდან
ივნისიდან 14 ივნისამდე განვითარებული ეტაპობრივი პროცესი სამწუხაროდ გარემოს დაცვის მინისტრი საერთოდ გამქრალია არ ჩანს ასოციაციის მოთხოვნებში იგივე ვკითხულობთ მე გამოვკვეთე ამ შემთხვევაში სამი ასპექტი, სამი სახელმწიფო უწყება. პირველი პრემიერმა გასაგებია რომ მოდიში მოიხადა, იმიტომ რომ არ უნდა ვრცელდებოდეს ელემენტარულად ინფორმაცია რომ მტაცებლები ქალაქში არ არიან და სინამდვილეში მტაცებლები ქალაქში არიან და რამდენი არიან ეს კიდე საკითხავია. ამ შემთხვევაში მეცხადია პანიკას არ ვთესავ არანაირად, თუმცა ეს აუცილებლად გამოსაკლებია. მეორე ეს არის 112-ის ფუნქციონირება. თქვენს მოთხოვნაში წერია რომ ამ შემთხვევაში იყო დაგვიანებული მათი ქმედებები და იგივე კრიზისების მართვის სააგენტო რამდენად ადეკვატურად მუშაობდა მთლიანობაში. და თუნდაც აი ესე დავამატებთ თქვენს მიერ ნახსენებ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელსაც ალბათ არა მათი პრეროგატივაა რეალურად. ფაქტია რომ სამაშველო სამსახური მივიდა დაგვიანებით და მას მიასწრო იქ როგორც ქალაქის მერმა ასევე ჟურნალისტებმა და ყველამ და ამაზე რატო დავობთ არ ვიცი და დღეს ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იყო მე მგონი სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი რგოლი პროკურატურაში და შემდგომში პასუხი მოვისმენთ იქ პირადი მეგობრობის გამო მივიდა არც ესეთი აგდებული დამოკიდებულება არის ხალხის მიმართ სასიამოვნო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან პირდაპირ გმირები ვინაიდან მათ და ჩვენ ეს პუნქტიც გვაქვს ჩაწერილი პრაქტიკულად ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე მოუწიათ სტიქიასთან ბრძოლა და მთელი ღამის განმავლობაში დილამდე ითხოვდნენ ვერტფრენს რომელიც არ მივიდა ადგილზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა და ზუსტად ამის გამოკვლევას ვითხოვთ რომ ჩვენი აზრით ფიზიკურად ის არ იმყოფებოდა ან ემსახურებოდა რომელიმე თანამდებობის პირს და თუ არა კრიზისების მართვის სამსახურს ვერტფრენი მე მახსოვს აი მაგალითად იგივე თქვა წყნეთში როცა მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტფრენი ჩაერთო იქ სიტუაცია აი მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითად თუნდაც შესაბამის უწყებებს უნდა ყავდეთ თუ არა თან უნდა ყავდეთ უშუალოდ სამაშველო ვერტფრენი ეს კიდევ სხვა ასე თქვა განსხვავებული ტიპის ვერტფრენია, რომელიც არც დილამდე მივიდა და საჭირო იყო მინათება იქ დაზიანებულ ასე ვთქვათ ტერიტორიაზე, სადაც ხალხი ითხოვდა ღამის განმავლობაში შველას, ისმოდა ხმა და ვერ ახერხებდნენ დახმარებას, ვინაიდან არ იყო ხილვადობა და იყო ღამის საათები და რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს, ჩვენ საბჭო გვჭირდება, იმიტომ რომ გვმართონ კრიზისების დროს და არა ლაღი და ბედნიერი ცხოვრების პერიოდში, ხო? და თავარი პრობლემა რა იყო კიდევ, რომ კომუნიკაცია და არც თქვენ არიცით დღეს, სად ვებხვია სად ქუჩა არის გადაკეტილი, სად რა მოდის თუ არა ღრუბელი, როცა ერთხელ თქვა გარემოს დაცვის მინისტრმა, იმის მერე გაქრა 3-4 დღე არ ჩანს, ასე დროს იქნება, რომ საგანგებო რაღაც სიტუაციის დროს ჯგუფი, რომელიც მუშაობს და არის ცენტრი, ოფისი, სადაც თქვენ უკავშირდებით თუ ინფორმაცია გაინტერესებს და პირიქით ისინი თხოვენ მედიას, რომ რაც შეიძლება ხშირად გაშუქდეს და ეხლა დღეს ხდება პირიქით, რომ მედია დაასდევს ახლა. ხო, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაციები, იგივე ეპიდემიასთან დაკავშირებით არის საუბარი და ამ ეპიდემია გავრცელდება, არ გავრცელდება. მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენ მარჩიელობთ, ვარაუდობთ, რაც არის დაუშვებელი და ეს ყველა ამ ხარვეზის გამოძიებას ჩვენ აბსოლუტურად გიდასტურებთ, რატო ძალიან დიდი მადლობა. მეტი კონკრეტიკა ყოველ შემთხვევაში და შესაბამისმა უწყებებმა ალბათ უფრო მეტი პასუხისგებლობით უნდა გაიზიარონ ის ყველაფერი, რაც რეალურად ქალაქში მოხდა და შემდგომში თავიდან აცილებული იყოს ნებისმიერი სახის გართულება, მეტი პრევენცია ამისთვის საჭირო. რატო მესხიშვილი პასუხობდა ჩემს კითხვებს, მეგობრებო, ამ დროისთვის სულ ეს იყო. მე დღე დამჩენია დღის